თქვენი მიდგომა რომ აი მოდი დავუშვათ 2-3 ხრუშოვკა დავანგრიოთ და მან დავდგათ სათამბჯენი. ამ სათამბჯენში თუ ცხოვრობს იმაზე 5-ჯერ მეტი ადამიანი ვიდრე ამ 3 ხრუშოვკაში ცხოვრობდა, ამ 5-ჯერ მეტ ადამიანს ჭირდება 5-ჯერ მეტი მანქანა, ჭირდება კომუნიკაციები, მათ შორის არის ეს წყალი, კანალიზაცია, ელექტროენერგია ასე შემდეგ და ჭირდება გზა. ანუ რაღაც ადგილას თუ არის 5-ჯერ მეტი ადამიანის კონცენტრაცია, იქიდან რომ დაიძრება ეს ნაკადი მანქანების 5-ჯერ უფრო უარესი საცობი ჩდება. ჩვენ ხო იმას იქიდან გავდივართ, რომ ეს ხალხი თბილისში ცხოვრობს. ჩვენ ხო ხალხს არ აუგზავნთ თბილისში ჩამოსვლას. საბჭოთა კავშირში ხო არ მოვაწყობთ, რომ ჩავწეროთ რაღაც სოფელში და იქიდან ნაბიჯი არ გადადგავა. რაც უფრო ქალაქი ვითარდება, მით უფრო მეტი ადამიანი გადმოვა სოფლიდან თბილისში. გარდაუვალი ამბავია, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში მოსახლეობის 1%-ია დასაქმებული სოფლად, დანარჩენი ქალაქებში ცხოვრობს. შენ თუ სათამბჯენი არ ააშენე ვაჟაზე, სად დასახლდება ეს ხალხი? დიღმის იქეთ ააშენებ, გლდანის იქეთ ააშენებ, რა ვიცი, იქეთ მუხაწყაროში კორპუსებს ჩადგავ. მაშინ ხო მაინც 5-ჯერ მეტი მანქანა იყოდება. ოღონდ ბევრად მეტი მილი უნდა გაიყვანო კომუნიკაციების. ოღონდ ეს მანქანები ბევრ მეტ მანძილს გაივლიან და საბოლოო ჯამში ადამიანი რომელიც საბურთალამდე უნდა იაროს რამდენიმე კილომეტრი, ის ხო მაინც თამარაშულამდე მოვა და მაინც იგივე საცობს შექმნა. საბოლოო ჯამში ეს ადამიანები ძალიან კომპაქტურად იხსოვებენ. ვიღაცას აი ფეხი წავა სამსახურში. აღარ მოუწევს არც ტრანსპორტის გამოყენება, არც მანქანის და კომპაქტურობა ყველაზე დიდი ასე ვთქვათ პლუსი.